მეორე არ მახსენდება ეგეთი რამე, რომ მაშინ რეგულაციები არ იყო ესეთი მძიმე და 76,000 თუ 15,000 ეტეოდა მაშინ დინამოზე და 100,000 კაცი იყო, თუ არ ვცდები, ცოტა მეტი კიბეებზე და იქ იარუსებს შორის და ეგ იყო ჩვენი მთავარი мотиваცია რა, საერთოდ ეგ პერიოდი ძალიან მოტივირებული იყო ყველა ფეხბურთელი და ხა როგორ შეიძლება რომ სხვანაირად ყოფილიყო რა. გარდა იმისა, რომ შენ ქვეყანას წარმოადგენდი, ახალი იყო ეს ყველაფერი რა, სულ რა. პირველი შესარცევი ციკლი იყო, სადაც საქართველოს ნაკრები თავის საკუთარი სახელით და თავის ქვეყნის სახელით გამოდიოდა რა. ეხლა რა დამატებითი мотиваცია ამას არ ჭირდებოდა. ბუნებრივია რომ რაღაც დეტალები დაუშვათ უელსთან თამაშის და ალბანეთთან თამაშის და გერმანიის თამაშის შორის რასაკვირველია იყო რა, იქ ბევრი ინდივიდუალისტი თამაშობდა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ და რაღაც კონკრეტული დავალებები იყო გასაგები ეგ კლინსმანი და ბასლერი და რა ვიცი ვინ არ თამაშობდა. 94-15 წელს უკვე ჩვენი ბევრი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობდა და ეხა ეს ამას ემატებოდა ის რომ ეს რაღაცა შიშის და რაღაცა განსაკუთრებული მორიდების მომენტი არ იყო თვითონ თამაშის პერიპეტიებსაც რომ შეხედავდით, ეხა შეიძლებოდა რომ თვალნათლივ დაგენახა რომ ევროპის ჩემპიონს ეთამაშებოდი მოქმედს, მაგრამ ეხა ის რომ ჩვენთვის ვინმე თავზე გადაეარა, ეგეთი რამე არ ყოფილა რა. ამიტომ იქ რაღაცა ბუნებრივი ისიც იყო, სიხალისე და სიცილი და რასაკვირველია, კაი ხასიათზეც ვიყავით და რასაკვირველია, ნუ არავინ არაფერს არ აკლებდა პროცესს და ვარჯიშები მიდიოდა ისე როგორც საერთოდ ხდებოდა ხოლმე რა. იცი რა, ჩვენ არ მიგვიღია ეხა დავალება, რომ დაცვიდან უნდა გვეთამაშა და აბა გოლი არ გაუშვათ და აბა ჩვენ ყურადღებით ვიყოთ. თავი თამაში უფრო რაც იყო დამახასიათებელი ჩვენი ნაკრების საერთოდ ჩივაძისთვის, ის განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბურთი გქონდა, მოყვარული იყო თავისუფლების და იმპროვიზაციის და სწორი თამაშის და იმ თამაშის რა თამაშაც ის ფეხბურთელები ქმნიდნენ, რომლებიც წარმოადგენდნენ ძირითადად ბირთვს საქართველოს ნაკრების. ნუ ხა დაცვით ფუნქციების შესრულების დროს ეხა ბუნებრივია, რომ ზონაც და კაცი არ უნდა გაგპაროდა და ზურგს უკან კაცი არ უნდა გაქცეოდა და ნუ მეტი ყურადღება უნდა გამოგეჩინა ესეთი მომენტების დროს, იმიტომ რომ თავისთავად ისეთ ნაკრებს ვეთამაშებოდით, რომ როდესაც ყველაფერს კარგად ასრულებ და როგორც ყველაფერს ზუსტად ასრულებ, მაშინაც შეიძლება რომ მიზანს ვერ მიაღწიო და ხა როდესაც რამეს აკლებ, ხო ბუნებრივია რა. ძალიან ისეთი ძალიან ჩვეულებრივი დღის წესრიგი გქონდა და აი აიმე და რა გვეშველება და აი და ხუი არც მსვლელებისგან არ იგრძნობოდა და არც ფეხბურთელებისგან. ჩემი ერთი მომენტი მახსოვს, აი პირველივე ბურთის მიღებაზე, პირველი თუ მეორე ბურთის მიღებაზე ესეთი ძალიან კარგი ესეთი პასი გამომივიდა რა შუაში, ფეხებს შორის გაძვრენით, შუაში შევაგდე ეს ბურთი და ხა უფრო მეტად თავისუფლად ვიგრძენით. ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი იყო ალბათ ის, რომ შოთიმ კოლერი მოატყვილა, მერე კეპკეც მოატყვილა და ცოტა გვერდიდან ცარიელ კარში ვერ მოარტყა რა შიგნით რა შტანგას მოხდა და გარეთ გამოვარდა. მე მგონი შტანგიდან ცოტა გვერდი წავიდა. ნუ არ ვიცი, ხა ჩემი აზრით ეს არ იყო ის თამაში, რომ ჩვენ უკან ვიჯექით და გვიტევდნენ და იყო ერთი უბედურება რა. იყო რა ბურთი ჩვენს გქონდა ბურთი, ჩვენს ვაკონტროლებდით თამაშს და ესეთი მაგარი მომენტიც გქონდა რა. მახსოვს რომ ძველი პროჟექტორები ქონდა მაშინ და სასწაული ტყვიასავით კუთხურებს აწოდებდა ბასლერი და მე ვიდექი იმას წინა ძელზე რა. ხო და ერთი აი თან შუქი დამეცა თან ესა და ეს ბურთი დავარტყი გატანა მინდოდა, ნუ ახლა როგორ არის თუნდაც ვიდექი იქ რა. ხო და არ წავიდა იქეთკენ, წავიდა ისევ კუთხურში რა. ხო და სანამ ამაზე მოვედი ახლა საით წავიდა მეთქი კარისკენ ხო არ წავიდა თქო რა და მაგალითად მე მგონი ცოტა 1-2 გავიცინეთ იქა მაგ მომენტზეც. კი არაფერი განსხვავება არ არის ხა რეალურად რა. წაგება ახლა 2 თნოს წააგებ თუ 3 თნოს, მაგრამ თვითონ თამაშის შინაარსი და ხარისხი იყო ისეთი რა, წავაგეთ ეგ თამაში, გვეკუთვნოდა წაგება ალბათ, მაგრამ უღირსად ნამდვილად არ გამოიყურებოდა რა ჩვენი გუნდი.